მოგესალმებით, ბატონო გრიგოლ. შემთხვევითია 11 ივნის ამ საქმის გადმოწევა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად კანონზომიერი, ქოცური თვალსაზრისით ცხადია. ეს არის მიზანმიმართული და თუ რამე არის მართლა საბოტაჟი, აი ესეთი რაღაცებია საბოტაჟი. ან ქართული ეთნობა არის მასტერკლასი იმისა თუ რას ნიშნავს საბოტირება და საბოტაჟი. ნუ ყველაფერს ისინი ჩადიან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მე ვიტყოდი განსაკუთრებულად ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს არის კლასიკური ერთიანი შეკრული საქმე საბოტაჟისა იმდანაც შეკრული რომ აი მუშაობაც ალბათ არ დაჭირდება მომავალ ხელისუფლებას ხო თვითონ იმუშავა უკვე მოქმედმა რეჟიმმა იმისთვის რომ გაემზადებინა ძალიან დიდი და მსხვილმასშტაბიანი სასამართლო საქმე საკუთარი დავის წინააღმდეგ მარტო ჰედლაინებს შეხედოთ რასაც ამბობენ ხო განდებისაც ჩადიან ხო ჩვენ იქ დავინახავთ ძალიან მკაფიოდ მართლა ეროვნული ინტერესების სრულ საბოტირებას და ამას ადასტურებს ყველაფერი არა მარტო ის რომ ყველა მნიშვნელოვან მომენტში რაც კი რა მქონია ჩვენს ქვეყანას ხო აი მაგალითად კანდიდატის სტატუსი უნდა მოეცათ პირველად როცა მოგწეს დაიჭერს ნიკა გვარამია აი სანამ მივიდიოდა ეს ნიკა გვარამია არქის დირექტორი იყო ხო რომელსაც ვიცი წასვლადობოდა ალბათ ბევრჯერ წავიდოდა იქამდეც ხო მაგრამ აქ იყო ეს ადამიანი დაიჭერს იმიტომ შეგნებულად რომ არ მიგვიღო კანდიდატის სტატუსი ხა როცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კრიტიკული არქის დირექტორს დაიჭერს ცხადია კანდიდატობაზე არ იმსჯელებენ ხო შენს კანდიდატობაზე იმსჯელებენ რა დაგემართა და ეს მსჯელობა დაიწყო მაშინ რა დაგვემართა ეხლა უკვე ამაზეც აღარ მსჯელობს არავინ იმიტომ რომ მას შემდეგ ისეთები დაგვემართა და დამართეს სახელმწიფოს უბრალოდ მსჯელობის მიღმა დარჩა საქართველოს და რაღაცა იმჟოლ ვანუატუს გვერდით ხარ ხო სიაში ერთმანეთზე უარესი სახელმწიფოების გვერდით ვართ ყველა ასეთ სიაში ხო აი რომ შევხედოთ უნგრეთმა ვის გაუჩერა ხო სულ ახლა შრომით იმიგრაციისთვის ვიზები ხო საშინელი სია არის სამწუხარო სია არის იქ საქართველოს არ უნდა იყოს რომ შევხედოთ აგრძელებს რას გვიწესებენ და ვისთან ერთად საშინელი სია არის და რაც ყველაზე მთავარია ნაცვლად იმისა რომ დღეს აი ზუსტად ამ კვირებში განიხილებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არათუ ეს არ განიხილება იმისი პოტენციური დაკარგვაც რაც 9 წლის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქე თავის მხრივ ათეულობით წლის შრომა დაუჟდა ჩვენს ქართულ საგარეო სამსახურს და საჯარო სამსახურს პარამატო ამ ხელისუფლების დროს არამედ წინა ხელისუფლების დროს სამაგიეროდ გვეუბნებიან აგერ ჩინეთთან იარეთ უვიზოდო და ალტერნატივაში ყველაზე ზესახელმწიფო მშვიდობიანი ჩინეთი ესე იგი აქეთ უნდა ვიაროთ თურმე ჩვენ კომუნისტური ჩინეთისკენ ოღონდ არ ამბობენ ამას პირდაპირ რომ ჩინეთის გავლით მიდიან კრემლისკენ ეს კრემლის ინტერესის გატარება პირდაპირ დასავლეთის ინტერესის საპირწონედ ეს აქვს არჩეული აი ეს არის თქვენ ძალიან ზუსტად აღნიშნავთ ეს არის აქ თავარი პრობლემა აი ამას მინდა ყოველთვის დავუთმოთ რო და გავუსვა ხაზი რატომ ქართული ოცნების პროპაგანდა ჩვენ გვიპირისპირდება რით ისინი ამბობენ აი გუშინაც და გუშინაც უსმენდი მათ სპიკერებს სხვა პროპაგანდისტულ ასე იგი ეთერში და ისინი ამბობდნენ რომ თურმე ჩვენი არგუმენტი ყოფილა რომ არ უნდა ვივაჭროთ ჩინეთთან ეს არ არის არგუმენტი პირიქით დიახ რომ თურმე არ უნდა ქონდეს არანაირი შეხება ტურიზმი ეს არ არის ჩვენი არგუმენტი პირიქით ჩვენი არგუმენტი არის ის რომ უნდა ქონდეს საჩუა მეტი ვაჭრობა მეტი ეკონომიკური მიცვლა მოცვლა ხო რასაც ქვია ხო მეტი კავშირები მეტი ტურიზმი რასაკვირველია მეტი პირდაპირ ფრენა ჩემზე რო იყოს მე არაერთხელ მithქვამს მათ შორის თუ არა პირველ რიგში თქვენს ეთერებში ეს საგარეო პოლიტიკას გვისაუბრია რომ ჩვენ ვემხრობთ დივერსიფიცირებას და მართლა პრაგმატულ საგარეო პოლიტიკურ კურსს თუმცა ყოვლის მომცველი საყოველთაო პარტნიორობა ვისთან უნდა იყოს მინიმუმ მასთან თუ არა ვის ტერიტორიულ ხელოვნებას აღიარებს და გიჭერს ხარს რა თქმა უნდა ხო ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია ხაზგასმის შუადერეფანი რომელზეც საუბრობ ჩინეთის გარეშე და აღმოსავლეთ დასავლეთის შეკავშირების გარეშე არ არსებობს ანუ ეს ქოცისგან მე არ მესწავლება მე ყველა ქოცზე ერთად ამბობ უკეთ ვიცი მე ხოლო ჩინეთს ჩაუგდებთ ამას ხელში საქართველოს კარგავს ამ პოზიციას ამაშია საქმე რომ არ შეიძლება რომ ჩინეთი პირველი არ შეიძლება რომ ჩინეთი გამოაცხადოს საპირწონედ ევროპული კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა ეს მეორე არ შეიძლება რომ ხარე რომელიც უარს გეუბნება შენი დევნილების უფლებების აღიარებას ხო ეს გუშინ წინ გააკეთა ზუსტად გაერეში გუშინ წინ გააკეთა და გუშინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრის უწოდებს საკუთარ თავს აი ეს კაცი და აი იმ ჩინეთზე რომელმაც უარი თქვა ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რომელმაც მათი საკუთრების უფლების აღიარებაზე თქვა უარი რომელიც სისტემატურად ამ პოზიციაზეა რომელსაც ქოცურმა რეჟიმმა ერთიანი ჩინეთის აღიარება ჩაუწერა აი სამარცხნო მემორანდუმში ხო ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი წელიწადნახევრის 2 წლის წინ დაახლოებით და სამაგიეროდ სანაცვლოდ არ ითხოვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონისადმი იგივე ტოლფარდი საგარეო პოლიტიკური პოზიცია ხო როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკაში რაიმე დათმობა გააკეთო ისე რომ სანაცვლოდ არ მიიღო არაფერი ეს არის
ბანა. როგორ შეიძლება ყოვლის მომცველი პარტნიორობა გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც შენი მტრის მხარეს არის, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს მესამე არგუმენტი და ასევე ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ჩინეთის და რუსეთის პოლიტიკური ინტერესები, არა ეკონომიკური ყოველთვის, მაგრამ პოლიტიკური ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში ემთხვევა დასავლეთის გაქრობა ამ რეგიონში. ეს არის ისეთი ტიპის ალტერნატიული ფორმატების ხელშეწყობა, რომელიც გამორიცხავს თავის თავში ნატოს, გამორიცხავს თავის თავში ევროპულ კავშირს და იმ ღირებულებით ღერც, რაც წინ უსწრებს ორივეს და რაც თანსდებს ორივეს და ეს ძალიან გააზრებული პოლიტიკური კურსი არის, რაც ჩინეთს აქვს. ჩინეთი ამბობს, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, ხო? ჩინეთი და ნატო ვერ ძოვენ ერთად. აი ამაზე მარტივად როგორ შევა ვთქვა და ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ნატოსკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული სურვილი და მეტიც ჩვენ კონსტიტუციით ვავალებთ ყველა საჯარო მოხელეს რომ აქეთ უნდა ვიაროთ და ახლა ირღვევა ეს კონსტიტუცია და წარმოგიდგენთ რამდენი 1000 ადამიანი არის ამ წელს კონსტიტუციის დარღვევის აქტში ჩართული ხო ხშირ შემთხვევაში მათინების საწინააღმდეგოდ ბოდიში მაგრამ ეს ხალხი არის დღეს ჩართული საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებაში ვიდრე წერია შავი თეთრზე ეს ქვეყანა უნდა მიდიოდეს აპრიორი კონსტიტუციურად არის გამყარებული ამ სივრცისკენ. ეს ქვეყანა მიდის იმ სივრცისკენ და მათივე პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას მე ხوار ვამბობ ხო? უკვე ოფიციალურ დოქტრინად იქცა ეს ჩანაცვლების თეზა რაც იყო. იმიტომ ადრე ჩვენ გვაპარებდნენ რა თქმა უნდა ჩინეთს, მაგრამ ეხლა უკვე გუშინდელ ბრიფინგში ჩანაცვლება გახდა ოფიციალური კურსი და ეს რა თქმა უნდა არის პასუხი პოლიტიკურ დასავლეთისადმი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისადმი. უილსონს არ უთხრეთო ინერვიულებსო, უილსონამდე დაყავს ჯერთი უილსონს რა აქვს ამის გასაკრიტიკებელი და საქილიკო კობახიცის, მაგრამ სასაცილოა პირდაპირ, მაგრამ აი ეს ხომ არ არის ერთი კონგრესმენის მიერ მიღებული განმარტება. რაღაცა მინდა ვთქვა, აი ახლა გამახსენდა პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში. ერთ-ერთი ჩემი ვიზიტისას მე შევიტყვეს რომ ბატონ უილსონს მე როგორც შევიტყვე აქვს მექანიკური ხელოვნური გული. წარმოვიდგინეთ წლების განმავლობაში ეს კაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, სრულიად კრიტიკულ მდგომარეობაში, თან ასაკიც აქვს ხო საკმაოდ ხო? ამ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში იცავს სირიას, სირიის თავისუფლებას და დემოკრატიას, იცავს უკრაინას, იცავს საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს, ამ რეგიონში სტაბილურობას და აი ეს ადამიანები, რომელიც არის 45 წლის და არის რაღაცა ვითომ ამბიციით, აი ადამიანზე, რომელიც ყველა რისკის მიუხედავად არ ტოვებს ამ ბრძოლას, მას რაღაც ფინანსური ინტერესი კი არ აქვს, არამედ სხვა, ხო? ძალიან ძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში, ხო, რაშიც სტრესი არ შეიძლება ამ ადამიანისთვის, როგორც მის ერთ კოლეგამ და ესე იგი თანაგუნდელმა მითხრა, ხო? აი ეს კაცი ყველა ქოც ერთად აღებულს 100,000 ჯერ ჯობია, იმიტომ რომ ეს კაცი ისედაც იმ პირობებშიც აღწერე, იცავს იმას რაც გონია სწორი. და კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები, რამდენი წელს არიან, როგორც არიან, ხო? ვერ გაიგებენ ამას. ვერ იმიტომ მათ ერთადერთი კრედო აქვს ცხოვრებაში და ეს არის მონობა. და ჩვენ ნახეთ ხო წუთში 4-ჯერ თუთიყოში ხდება ბატონი ბიძინა, ბატონი ბიძაი დაპროგრამებული 28 ჯერ ახსენა იმ რეგიონში. ჯამში 28 ჯერ 7 წუთის განმავლობაში და ისინი ვერასდროს ვერ გაიგებენ უილსონის იდეალისტურ შემართებას. მაგრამ გაიგებენ რა წერია პროექტში, ხო? და რა უთხრეს შეერთებული შტატებიდან ამ პროექტში. კი, მაგრამ ეს ის მახსოვს უილსონს დაეთანხმა სახელმწიფო მდივანი რუბიო. რა თქმა უნდა. ეს არ არის რაღაცა გრიგოლი კი არ აკეთებს უილსონს. და ორ პარტიული მხარდაჭერა ქონდა იმ პროექტში. თქმა უნდა, ჯერი უილსონის მიერ წარდგენილ მეგობარი აქტს კონგრესის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ორივე პარტიამ და სენატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აგრეთვე დაუჭირა მხარი. ესე იგი, წარმომადგენელთა პალატის ორივე ზემო და ქვემო პალატაში უილსონის მიერ დაწერილ დოკუმენტს აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ეხლა ვნახეთ იგივე კიდევ სხვა კანონპროექტზე, ხო? რაც სულ ბოლოს გავიდა. ამ კანონპროექტში რაც არის ჩანაწერი, ამისი ეკვივალენტი, ანუ ამისი ანალოგიური აბზაცები არის ყველაზე კრიტიკული, რომელიც სადაზვერო ოპერაციებს ავალებს. ჩინური და რუსული შესწავლას. დიახ, იგივე არის შესული ეროვნული თავდაცვის ავტორიტეტის აქტში, რაც არის მაყურებელს შევახსენოთ, ეგრეთ წოდებული აუცილებლად მისაღები კანონი, რომელიც ჩაგდებაც არის ხომ ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისის დასაბამი და საწინდარი ამერიკაში და ამას არავინ არ გააკეთებს ამ ჩანაწერის გამო, სულ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გქონდეს. ამიტომ ეს ამ აქტში მიბმა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აი ვთქვათ რენდ პოლი და მსგავსი სენატორი
კონსერვატორები, ვინც იზოლაციისტები არიან თუ არ იქნებიან ამის მხარეს, ეს მაინც გავა. ხო, მაგრამ ისეა დანახული ეს პროცესი. იზოლაციონალისტსაც არ უტოვებს არგუმენტს აქ. საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც ჩინური გავლენაა და ამის შემცირება და არა საქართველოსთან დანახული არ მხოლოდ. პოლიტიკური ტონის სხვა არის და პრიორიტიზაციაც, ასე თუ ვიტყვით, არის ცხადია სხვა და პრიზმაც არის სხვა. აქ არ არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები უმთავრესად, ესეც არის ბუნებრივი, მაგრამ აქ არის ჩინეთის და რუსეთის სადაზვერვო გავლენები. აქ არის ფუნდამენტური კითხვა, იმასთან დაკავშირებით, უნდა განაგრძოს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებმა პარტნიორობა სავაჭრო, თავდაცვის, სამხედრო და საინვესტიციო კუთხით, ანუ პრაქტიკულად ყველა კუთხით, რაც არსებობს ორ სახელმწიფოს შორის, ხო, ბილატერალურ, ორმხრივ საერთაშორისო პოლიტიკურ დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური კითხვების დამსველი და ფუნდამენტური კრიტიკის მატარებელი კანონპროექტი. და ხოცები დარჩებიან გაღიმებული და ახლა უილსონს რაღაცა აკრინებენ ვითომ თავისი მოკლეჭკოით და აბუჩად იგდებენ. აი ამ უილსონს სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაეთანხმა ღიად საპარლამენტო მოსმენაზე ყველა ვნახეთ სახელმწიფო მდივანი რუბიო და ახლა თუ უილსონის დასაჩინია, რუბიოს დასაჩინია, ტრამპის დასაჩინია, რა ვიცი, ახლა ზაზა შატრიშვილი ყოფილა, აბა გენიოსი და იყვნენ მის იმადად ღმერთმა ხელი მოუმართლა. გაწილებული დარჩნენ აშკარად, იმიტომ რომ როგორც კი გაწილდება, ხედავთ რა ხდება ხოლმე და რა ვიცი. გაწილებული დარჩა ივანიშვილი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მან ვერ დაალაგა იმ პირობებით, რა პირობებითაც უნდოდა ტრამპთან. ის რომ აქ ყოლოდა პოლიტიკური პატიმრები, აიგზავნა პოლიტიკური პარტიები, ერბია ხალხი და დარჩენილი ყო ძალაუფლებაში უპირობოდ ეს როგორც ჩანს მას არ გაუვიდა. და აი საბოტაჟის საქმეზე რასელით, აი ეს დაჩქარებული, ასე ვთქვათ, ჩანიშნული სხდომები გაფიქრებინებთ, რომ სექტემბერში ახალი პარტია უნდა ყავდეს ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრების. როგორ გონიათ? მე ვფიქრობ, რომ ეს ესკალაცია უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან განცდილ აი ძალიან დიდ მარცხს. კრახს მე ვიტყოდი დაგეთანხმებით ივანიშვილს როგორც ჩანს რაღაც ილუზია ჯერ კიდევ გააჩნდა რომ ხოცურ ფასად შეძლებდნენ დაალაგებას და ნორმალიზებას ჩვენ ვამბობდით მე პირადად ამ ბოლო თვის განმავლობაში უამრავჯერ მithქვამს რომ ვიცოდი ამერიკის პოზიციაზე ძალიან კონკრეტული ფასი რაც არის შეთავაზებული ჩამოკიდებული და ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ რომ ეს არ მოხდება წარმოუდგენლივ რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოელის კონკრეტული ტიპის ქმედებებს ან იქ და ეს არის გაზომვადი ქმედებები ეს რაღაც აბსტრაქტული სადღიზო კი არ არის მაგალითად ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება კი არა, აგერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოგვიცხადა და მიაბა საერთოდ ყველაფერი, ხო? ანაკლია შუადერეფანი. ნიშნავს რომ აბანკზე მიდის, თუ მაინც ვაჭრობს ამით. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ჩამში სურს კლავ, რაც არ უნდა პარადოქსულად შეხედეს ამერიკასა და მას ძალიან პატარა პროცენტი დარჩა ამისი, მაგრამ მას მაქსიმალურად რომ ღირებულებების გამო კი არა, ეშინია და ამიტომ ტრამპის მას ძალიან ეშინია, იმიტომ მას ეშინია შიშველი ძალის. მას ეშინია რეალური ძალის, რომელიც არაერთხელ გამოაჩინა ტრამპმა სხვადასხვა ფორმით, აქვე ითქვას. სანქციებითაც და არა მარტო სანქციებითაც. და ტრამპზე ამბობ, რომ იზოლაციონისტი იქნებაო, ჩაიკეტებაო და რა ვიცი, ტრამპზე აქტიური საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე პრეზიდენტი, შევა მე არ ვიყო ყველაზე დიდი ტრამპის, თქვა, იდეოლოგიურად პირობითად, ხო ვთქვათ, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე ის ძალიან აქტიურია, თავისი პრიორიტეტები აქვს, თავის პერსპექტივა აქვს, თუ რაზე აქტიურობს და როგორ. ანუ ივანიშვილი გამწვავებს იმისთვის, რომ დათმოს საბოლოოდ, ასე გონია. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ამწვავებს იმისთვის, რომ ივაჭროს უკეთ. მე ვფიქრობ, რომ მას ეს თვალსაჩინო გააჩნია, ის ხო ყველაფერს ვაჭრობად უყურებს ცხოვრებაში, საერთოდ ღირებულება მას არ გააჩნია, იდეოლოგია მას არ გააჩნია, ის ვაჭრობად უყურებს და ამიტომ ეხლა როგორც ჩათვალა, თან უღარს პარანოიული შეთქმულების თეორიები, როგორც ჩათვალა, რომ ის არ აღიქვეს საკმარის კაცად და ახლა გაჩვენებთ სეილს და მე დავუბრუნდები კიდევ ერთ მე ასე მგონია ეს ჩემი სუბიექტური აზრია ჩემი ანალიზი მეტი არაფერი მე მგონია რომ ის უფრო წევს საკუთარ ფასს მეტი ავტორიტარიზაციით იმიტომ სხვა რითი კარგ ფასს ის არ აწევს ხო რამე კარგი გააკეთებს შეუძლია რომ კარგი გააკეთებს აი ამ სიტუაციაშიც კი პარადოქსულად მას შეეძლო გადაედგა ძალიან ნორმალური ნაბიჯები მათ შორის საკუთარი ტყავის გადმა ესეც არ გააკეთა იმიტომ ეს არის დესტრუქციული კაცი რომელიც დესტრუქციულ ძალას ემსახურება რუსეთს ეხლა თუთიყუშების ანალიზაც მოყვარდა ხო იმას ასე ჩასძახებენ იმას ამოძახებენ ამიტომ მე ვფიქრობ ის არის შესული რაღაცა აი ესეთი ტიპის ვაჭრობის პროცესში და აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა რომ არც ერთი სხვა საკითხი მათ შორის აი საიდან მოვიდა დღემდე არ ვიცი რაღაც სიების აღდგენაზე მსგავსი ეს საერთოდ არ არის საკითხი არც ამერიკელების მიერ არც ქოცების მიერ ერთი პოლიტიკოსი საუბრობს აქტიურად ღმერთმა ხელი მოუმართოს რომელიც თქვენს ახსენეთ დასაწყისში ნიკა გვარამიას ახსენეთ როგორც პოლიტპატიმარი როგორც მედია ეს მინდოდა მაშინვე როგორც ახსენეთ როგორც მედია დირექტორი
ლექტორი და ხარში პოლიტიკოსი ისე ვახსენებ პოლიტიკოსი ამისაუბრია და არც ვაპირებ მე ვფიქრობ საკმარის ვესაუბრეთ ერთმანეთს. მე მგონი მორჩა ეგ თემა აღარ არის ეგ უბრალოდ ვაწყდები headline-ებს. აღარ არის ასე მგონი აქტუალური, იმიტომ რომ აღარ აქვს საფუძველი ამ ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა ივანიშვილი სტრატეგიულ პარტნიორობას ყოვლის მომცველს აგერ ჩინეთთან aqarებს. მე რა მინდა ხალხმა იცოდეს რომ რაღაცა სიების აღდგენა ეგრევე არ განხილვა და არც განიხილება, იმიტომ რომ ამერიკას აქვს ძალიან პრეტენზიული მოთხოვნა, ეს მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს. ძალიან პრეტენზიული მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით რომ რეები უნდა შეიცვალოს. არაფერს აღდგენა ამ კრიზისს არ უშუალოდ. ამის თქმა მინდა. თუ ახალი არჩევები არ გვექნა, თუ ხალხი იქნა ტყვეობაში, თუ აი ეს გარემო იქნა, ახლა არის ტოქსიკური ანტიპოლიტიკური გარემო, რომელშიც სუნთქვის საშუალება არ გაქვს პოლიტიკურ აქტორს. არაფერი ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომ სხვა საკითხებზე არ დავახურდავოთ, ყურადღება და გვახსოვდეს ამერიკას რა ადარდებს და ჩვენ რა გვადარდებს.